გამარჯობათ ხალხო, მოგესალმებით. კეთილი დღეს უყველას, ესე იგი, ამას წინა ჩავწერე ვიდეო, არ ჩავწერე ვიდეო უბრალოდ. დავდე ვიდეო იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც გოგოს ქართველი გოგო იყო, რომელიც ესე თავის პარტნიორთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული, ვიღაც ზანგთან ერთად მოკლედ რა და მე მისმა ოჯახმა გოგომ თვითონ ჩემს მეუღლეს მიწერა, რომ ასეო ხალხიო შეურაცხყოფას გვაყენებს და თხოვნით მომართა, რომ ვიდეო ამეღო. იდეაში მე მაგ გოგოს მოგმართავ და მივმართავ, რომ როდესაც რამე ნაბიჯებს დგავ, რომელიც ეწინააღმდეგება ყოველთვის საზოგადოებას და მის შეხედულებას, ყოველთვის ზად უნდა იყო კრიტიკისთვის, ეს ერთი. და როცა მით უმეტეს შენს გადადგმულ ნაბიჯს ისევე შენ საკუთარ ან თუნდაც გვერდზე რამეზე სოციალურ ქსელში ტვირთავ, კრიტიკისთვის უნდა იყო მზად, მეტიც კინებისთვის. როცა დგება მომენტი და როცა ხედავ შენს ქვეყანას თუ როგორ იტანჯება დემოგრაფიულად, სადაც საქართველო ფაქტიურად კვდება და აქ უკვე უცხოელი მიგრანტები ჯელავენ აქაურობას, რისი ფაქტებიც უკვე აშკარა არის და აგერ ბათუმში მოხდარი ფაქტი არის ამისა. შენ იდეაში არ უნდა აკეთებდე ისეთ რამეს, რაც ხალხის თვალში გამოიწვევს გაღიზიანებას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შენ პიროვნება ხარ, რომელიც ინდივიდია და წყვენს ინდივიდუალურად, რასაც უნდა იმას აკეთებს, მაგრამ მოდი რა, შენ ინდივიდუალიზმი გამოხატე შენთვის პირადად შენ სივრცეში. ისე მაინც ნუ გააკეთებ, ჩემო კარგო, თუ არ გინდა რომ ხალხისგან მიიღო კრიტიკა და სამართლიანი კრიტიკა, რომ სოციალურ სივრცეში ატვირთო და ამის მერე მოხდეს ის, რაც მოხდა. მე არაფერი განსაკუთრებული არ დამიწერია, რაც დავწერე ეგ რეალობა და სიმართლე. შეურაცხყოფელი მე არაფერი არ მითქვია. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რომ მე ამ ადამიანთან არანაირ საპატიო არ მაქვს და საბოდიში არ მაქვს, მაგრამ რადგანაც ჩემმა მეუღლემ თხოვა, აქედან გამომდინარე ავიღე ეს, იმიტომ რომ ისევე გავითვალისწინე საქართველო, შენი ქართული წარმომავლობა და შენი ქართული ოჯახი, დედა, მამა და შენი და ძმა თუ კი გყავს, ისევე შენი ოჯახი. და აქედან გამომდინარე, სანამდე რამეს გააკეთებდე, ჯობს დაფიქრდე და მერე გადაწყვიტო. რაც შეეხება მოხდა ფაქტს, რომელიც ბათუმში შევარდა საქართველოში მოხდა ის ფაქტი, რომელიც ბათუმში სკოლაში შევარდა მიგრანტი, რაზეც მოხდა მთლიანად აჟიოტაჟი სოციალურ სივრცეში და ქსელებში. და იქვე დავინახე დიდი ტრაგედია საქართველოსი, სადაც საქართველოს მოქალაქეები, ქართველი კაცები, სავსე ჯანღონი, სავსე ჩმორებივით იდგნენ. აი ეს დავინახე და ეს უკვე არის იმის ნიშანი, თუ რა დონეზე მოქმედებს საქართველოში, ზოგადად რა დონეზე იმოქმედა საქართველოში 30 წლიანმა და 35 წლიანმა ეგრეთ წოდებულმა ფემინიზმმა და ფემინისტურმა იდეოლოგიამ. ეს მოქმედებს იმაზე, თუ რა დონეზე გამოფიტულები ვართ საქართველოში ქართველი კაცები და რა დონეზე არ გვაქვს ჩვენ ამ ქვეყნის დაცვის ერთი ადგილი. შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ, მეგობრებო, ასეთი ფაქტები თუნდაც მინცხალი დაინახოთ, მე პირადად აი ფაქტს სხვანაირად შევხვდებოდი და ყველას მოგიწოდებთ, რომ არაფრის შეგეშინდეთ, იყავით რეაგირებულები და დაიცავით თქვენი ქვეყანა. აბა კარგად.